მაშინ ისმოდა და ალბათ შეგეცოდება. ნობების იმერები ისმოდა ხოლმე. არ უშუალოდ სოციალური თავი, მეორე იქნება და
შეიძლება ადამიანები და ჩვენ მართლა იქ გავიცანეთ ერთმანეთი და იქ გავიცანეთ ის ადამიანები ვინც გვეგონა რომ აქ ვიცნობთ, მაგრამ იქ სუსტა სიტუაციაა და მე არ შემიძლია ხელოვნურ საღამოზე რომ არ გამოვყო ლევას რამაზაშვილი, რომელიც მთელი გიას შემოქმედებას უდგას მხარში. ბატონი რევაზი გახლავთ სტამბულში, სამწუხაროდ დღეს არ არის ჩვენთან. ის გახლავთ სატრანსპორტო კომპანია დიმიტკოვში მუშაობს, ანუ ბატონი რევაზი, მაგრამ არის ბატონი რევაზის მამა, ბატონი ირაკლი რამაზაშვილი და მე ერთი წუთით მინდა ბატონი ირაკლის თხოვო სცენაზე. ერთი ბატონი ლევანი რამაზაშვილი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ გვერდზე აღარ არის და მე უმორჩილესად მინდა გთხოვოთ, მოპატიეთ ყველა, მაგრამ წუთიერი ფილმი თუ შეგვიძლია ლევანს მივაღოთ პატივი, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არა მხოლოდ გიაშვილს, არამედ საერთოდ ქართული საქმე. და მე მინდა თუნდაც არ გადაგდოს. მე მინდა აი ლევან რამაზაშვილი დავაჯილდოვო აი ესეთი სიგელი და რომელიც ყოველთვის ჩვენი ერთგულია და შემატკივარი. მადლობა თქვენ, რომ ასე ბევრ ქართულ საქმეს აკეთებთ ბატონო ირაკლი. საბუჯეტით ზეგობრებო, ბატონი რამაზაშვილების
მხარი იკურთხა კვირა დღეს სამების ტაძარში და ძალიან აღთოვანებულები არიან რამაზაშვილი ამ ფაქტით და როგორც ვიცით ვიარ რამაზაშვილი გვესწრება აქ და თუ შეგვიძლია რომ ერთი სიტყვით ბატონის ვიატი მოვიჩეს და რა ვიულოცო ჩემ გიორგის ეს წარმატება კიდევ ერთი გამოცემული მისი ლექსების კრებული და უსიმო წინსულა ძალიან როგორც ხედავს და მისი გულშემატკივრობა მისი შემოქმედების გულშემატკივრობა ძალიან მიხარია რომ ამდენი თაყვანისმცემელი ყავს როგორც პოეტს თავის და მინდა უსიმო წინსულა და ძალიან გვიხარია ჩვენ რამაზაშვილებს რომ ესეთი ადამიანია ჩვენი გვარის წევრი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მე სულ ერთი წამით მინდა ხოლო ბატონ მიშა ღანეშაშვილს იცნოთ ალბათ წარდგენა აკეთება ჩვენი გია, იმიტომ რომ ის ჩვენთვის კანონია. დიდი მადლობა, მოგესალმებით, თვითონ მეგობრებო. ძალიან კარგი, საინტერესო საღამოა. ორი წიგნი გამოსცემდი ჩვენმა გიორგიმ. და ის მინდა ვთქვა, რომ აი ქართულ პოეზიაში ალბათ ცოტა ძნელია გაბედოს ადამიანმა ეთერ თათარაიძის შემდეგ, როდესაც მან შემოიტანა ეს თუშური დიალექტი პოეზიაში, ლიტერატურაში, გაბედოს ადამიანმა და ამ დიალექტით კიდევ შემოვიდეს. და აი მე ვფიქრობ, რომ გიორგის გაბედულება სწორია, კარგია, საფუძვლიანია. ეს ჩანს ამ ლექსებიდან, როდესაც ვისმენდით და კარგია იმ ხრივაც, რომ და მე მივესალმები და ხელებაწეული მივესალმები, რომ ჩვენს პოეზიას, რომელიც ერთფეროვნების ჭაობში ცურავს, ეს უნდა ვაღიარო. აი ესეთი ფერები, თუშური ფერები ძალიან წაადგება, გამრავალფეროვნება და ამ ფერებს მოსდევს იქაური ყოფა, ფოლკლორი, მითოსი და ყველაფერი რაც თუ შედია და რაც ძალიან გვიყვარს და მოგწონს. აი ამ ტრიქონებით, ამ ლექსიკით, ამ პოეტური ხატებით შემოდის ამ შემთხვევაში ხო გიორგის ლექსების სახით. და ის სამშობლოს სიყვარულიც, ის ნოსტალგია ბუნებრივია სავსებით, რაც თქვი შენდა თითქოს მიანიშნე რომ აიო რა ვქნაო, ბოდიში მოიხადა თითქოს რომ რა ვქნაო, მეწერინება ასეთი რა სავსებით სწორია. რა თქმა უნდა ეგრე იქნება, როდესაც ადამიანი გადის საკუთარი ქვეყნიდან გარეთ, მაშინ ერთი-ორად იზრდება საკუთარი ფესვების, მიწის, ცის მონატრება და სიყვარული რა თქმა უნდა უფრო მძაფრდება და ეს პოეტის შემთხვევაში რა თქმა უნდა ლექსად გამოისახება. რა ვიცი, მინდა წარმატებული პატარა რევაზ რამაზაშვილს მოგზადეს და აი რა ოფიციალური მხარე დავასრულო და არაოფიციალური მხარე გავაგრძელო თვითონჭიქი დავილოცოთ გიას ესეთი დიდი პერსპექტივა. მეგობრებო, რამაზაშვილები ძალიან ნიჭიერი ხალხია, სხვათა შორის მინდა აქვე აღვნიშნო და კიდევ ერთი მუსიკოსი ბატონი რევაზ რამაზაშვილი აღმოვაჩინეთ და მინდა წარმატებულს
ვიდან მომდევს კიდევ ეს რაღაცეები ამდენი ხანია კაცო სცენაზე ვდივარ, მაგრამ ვერ ვისწავლე რომ რაღაცა უნდა ამოვიფარო და ისე უნდა დავიჭირო დაგრეჭი ფუძი. როგორც ხალბატონმა თიამ მოგახსენათ, ფოტოფლოგერს დაილოცა ჩვენი გვარი, რამაზანის გვარი. და ფურცელი რომელიც მე მიჭირავს გადმომცეს სამების საკანონმდებლო ტაძარში. სხვადასხვა ბატონმა ზვიად რამაზაშვილმა როგორც ყოველთვის ცოტა უყურადღებოდი მოდიხეცი და არ გავხსენი ეს ფურცელი და მე მითხეს რომ ბახსენი მაინცო შეგიმზადებსო და კი მე ვუთხარ მაგრამ არ მქონდა გახსენი ამ დროს ის ფურცლებს გადავავდე თვალი და თუმცა შეგიმ ჩემი ლექსები ყოფილა ჩადებული. მე არ ვიცოდი ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზაშვილებო და უფალმა მომდომოს რომ ყოველთვის ბოლომდე ისე გაგრძელდეთ როგორც ჩვენ და სრულად საქართველოს უნდა. ჩვენ საგვარეულო ხატს ეწოდა საქართველოს სიხარული და აი ეს ლექსიც აქედან დამეწერია. ჩემი გულის ღრმა ფიქრებო ღმერთმა მოგცეს მადლი რწმენის. ქვეყანაზე მაცხოვარმა გამრავლება ლოცოს ჩვენი ზეცის მნახნო მზის სხივებო მუდამ გვდევდეს გახარება ჩვენი გვარის ლოცვად კურთხოს ზეციერმა სახარება საქართველოს გულის გულნო ძმობის გვდევდეს სიყვარული უფლის ძღვენის ხატის რწმენა საქართველოს სიხარული. რომ არა აკაური პერსონალის და ქალბატონი აიებეშვილის თანადგომა და მე მინდა მიხოსთხოვოს სულ ორი წუთი თავისი სიტყვა რაიმე შეგვაშველოს და მოგესალმებით კავკასიური სახლის თანამშრომლების სახელით მე ძალიან მიხარია რომ დღეს გიორგის დაკთან დაკავშირებით მეორედ შევიკრიბეთ. მე დიდი ხანია მუშაობ ამ სახლში, ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავარ და ჩვენთან არაერთი კარგი საღამო გამარჯვება პოეზიის, ლიტერატურისა და მეწყვილის და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ნამდვილი ზეიმი იყო პოეზიისა, სილამაზისა, სიმღერის ეს არაჩვეულებრივი გოგონები, ამდენი ლამაზი ახალგაზრდა, ასე კარგად მღერის, ასე კარგები არიან და მე მინდა გითხრათ, მე მაპატიებ თუ ოდნავ გამიგრძელდა და მე ჩემი გვარია ბეროშვილი, მაგრამ ჩემი პაპა არის აჭაიძე იყო, ზაქო აჭაიძე, მამაჩემის მამა ადრე გარდაიცვალა და მედია ჩემი გალმა, ასე რომ თუ შევთან ძალიან დიდი სიამოვნებაა.
Чичи, а как мы даже не влезли.